სამხედროს შემდეგ დონალდ ტრამპმა თეირანის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტები ამოქმედა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის წინააღმდეგ გამანადგურებელ ეკონომიკურ ომს აანონსებს. ტრამპის მოთხოვნა შეწყდეს ნებისმიერი სახის დახმარების გაწევა ირანისთვის სხვა შემთხვევაში სანქციების სხვებსაც დაეკისრებდა. ან ჩვენთან ხართ, ან ჩვენ წინააღმდეგ ამ სიტყვებით ცოტა ხნის წინ ამერიკის ფინანსთა მინისტრმა მოკავშირეებს მიმართა. ამ გზავნილის შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაძვირდა და ბარელზე $94 მიაღწია. ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი მთავარი გამტარი არხი ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად კვლავ დაკეტილი რჩება, რაც ენერგომატარებლების ფასებს მაღალ დონეზე ინარჩუნებს და გლობალურ ინფლაციას ზრდის. ტრამპის განცხადებას, რომ ვაშინგტონი რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან არაოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, თეირანი უარყოფს. მუქარი შემცველი გზავნილების ჟღერდება ირანიდანაც. ახალი ომის დაწყების შემთხვევაში თეირანი უფრო დამანგრეველი იარაღის გამოყენებით იმუქრება და ამერიკას დამარცხების აღიარებისკენ მოუწოდებს. ირანული პორტების ბლოკადამ შეერთებულ შტატებს ომში საბოლოო შედეგი ვერ მოუტანა, რის გამოც დონალდ ტრამპი დამატებით ზომებს მიმართავს. სამიზნე კვლავ ირანის ეკონომიკაა, თუმცა უფრო გლობალური მასშტაბით. ტრამპის განმარტებით ეს არის უპრეცედენტო ეკონომიკური ომი და იზოლაცია, რადგან თეირანმა ვერ გამოიყენა შეთანხმების მისაღწევად მიცემული შესაძლებლობები. დონალდ ტრამპის განცხადებით, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც საკუთარ ფინანსურ ინსტიტუტებს, ბიზნესებს, აეროპორტებს ან სამთავრობო უწყებებს ირანისთვის რაიმე სახის დახმარების გაწევის საშუალებას მისცემს, თავადაც უმძიმესი ეკონომიკური შედეგების წინაშე აღმოჩნდება. ნავთობის კონტრაბანდა, ფინანსური სქემები, ნაღდი ფულის გადარიცხვები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, გემების რეგისტრაცია, ფიქტიური კომპანიები, ეს ყველაფერი ახლავე უნდა შეწყდეს. თქვენ იცით, ვისაც ვგულისხმობ. ეს იქნება ირანის წინააღმდეგ უპრეცედენტო ეკონომიკური შეტევის დასაწყისი და ჩვენ გვჭირდება ყველა ჩვენი მოკავშირის მხარდაჭერა, რათა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მოვახდინოთ ირანის იზოლაცია და დავამარცხოთ ირანის საფრთხე. ეს შეშლილები კუთხეში არიან მიმწყდეული და ეს ისტორიული ზომები მნიშვნელოვნად დაასუსტებს მათ შესაძლებლობას. ტერორის გავრცელება მთელ მსოფლიოში განაგრძონ. ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი. ტრამპმა ირანთან საუბარი შეწყვიტა და ამერიკული მედიის მტკიცებით მისმა გუნდმა პოლიტიკურ მოკავშირეებს განუცხადა, რომ ის ეკონომიკური გამოფიტვის ომში ერთვება, რაც მისი აზრით ირანის ეკონომიკას დაანგრევს და კაპიტულაციას აიძულებს. ტრამპი ირანთან ომიდან გამარჯვებული ცდილობს გამოსვლას იმ დროს, როდესაც ომის დასაწყისში გამოცხადებული მიზნები მისთვის დიდწილად მიუღწეველია. ტრამპს და ირანს კონკურენცია აქვთ, თუ ვინ აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს. ჰორმუზში ნაოსნობა მკვეთრად შეზღუდულია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ჰორმუზის სრუტეში საიდუმლოდ შექმნეს საზღვაო დერეფანი, რომლის გავლითაც ყოველდღიურად დაახლოებით 10 მილიონი ბარელი ნავთობი გადააქვთ. ჩვენ ძალიან მკაცრი სანქციები გვაქვს და ვნახოთ რა მოხდება. ამჟამად სრუტე ღიაა, ბევრი გემი გადის. ხალხი ამაზე არ საუბრობს და ეს შეიძლება გარკვეულ მომენტში ცოტათი შენელდეს. თუმცა ახლა ბევრი გემი გადის. საზღვაო ბლოკადა უკიდურესად ეფექტური იყო. თეთრი სახლი უდიდეს იმედებს ამყარებს სამხედრო ძალაზე, რათა ირანის გემებსა და პორტებზე ბლოკადა განახორციელოს. თუმცა ირანის ნამდვილი იზოლაცია დიდ ძალისხმევას გულისხმობს, რომელიც სპარსეთის ყურეს, ევროპასა და აზიას მოიცავს. ტრამპის გეგმის განხორციელებისთვის აუცილებელი იქნება მისი მოკავშირეების ჩართვა, მაგრამ ბევრ მოკავშირესთან ტრამპის ადმინისტრაციას დაძაბული ურთიერთობა აქვს, რადგან მათ არ გაიზიარეს ტრამპის მოწოდება დახმარებოდნენ ვაშინგტონს ომში. ირანელები ფიქრობენ, რომ ტრამპი ყურადღების გადატანას ცდილობს შიდა პრობლემებიდან, როგორიც არის უპრეცედენტო სახელმწიფო ვალი, რომელმაც 40 ტრილიონს გადააჭარბა. ეგრეთ წოდებული ეკონომიკური ბოლოჟამი ამერიკის საკუთარი კრიზისიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა. უპრეცედენტო სახელმწიფო ვალი და მზარდი საპროცენტო ხარჯები. წარუმატებელი პოლიტიკის გაორმაგება მხოლოდ მორიგ მარცხს და ირანელების კიდევ უფრო დიდ მტრულ დამოკიდებულებას გამოიწვევს. ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური ტერორიზმი საფრთხეს უქმნის გლობალურ ეკონომიკასა და სუვერენიტეტს მთელ მსოფლიოში. წლების განმავლობაში დაწესებული სანქციებით და შეერთებულ შტატებთან ომის შედეგებით ირანულ ეკონომიკას მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა. ირანის ხელისუფლებაში ადასტურებენ, რომ ირანის ეკონომიკური სირთულეები რამდენჯერმე გამრავლდა და მისი შემოსავლები შემცირდა. მიუხედავად ამისა, ქვეყანა მოახერხა საწვავისა და საკვების მიწოდება შეერთებულ შტატებთან ომის 6 თვიანი პერიოდის განმავლობაში თავისი მოსახლეობისთვის. მსოფლიო ბანკის 2024 წლის ანგარიშის თანახმად, ირანში იმპორტი ძირითადად არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან, ინდოეთიდან და გერმანიიდან ხორციელდებოდა.
ყველამ გაიგო ირანის წინააღმდეგობის ძალა რამადანის ომის დროს. ერაყში წინააღმდეგობა ასევე ამ ქვეყნის ძალის ერთ-ერთი ელემენტია. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვამბობდით, რომ წინააღმდეგობის დისკურსი გასცდა ირანის, ერაყისა და რეგიონის საზღვრებს და გლობალური გახდა. რეგიონულ ისლამურ ქვეყნებს ერთმანეთთან ღრმა ურთიერთობები და უსაფრთხოების კავშირები უნდა ჰქონდეთ, რათა მდგრადი ეკონომიკური თანამშრომლობა განვითარდეს და ირანის ისლამური რესპუბლიკა ამისთვის მზადაა. ირანის ეკონომიკური ბლოკადისთვის შეერთებულმა შტატებმა ეკონომიკური ზეწოლა ჩინეთზე უნდა გაზარდოს, რომელიც ირანული ნავთობის მთავარი მყიდველია. ეს ტრამპისთვის სერიოზული არჩევანის გარეშე ვერ მოხდება. მაგალითად, ერთ-ერთი გავლენიანი ნაბიჯი იქნებოდა სანქციების დაწესება ჩინური ბანკებისთვის, რომლებიც ჩართული იყვნენ ირანის ნავთობის გაყიდვებთან დაკავშირებულ ტრანზაქციებში. თუმცა ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს სექტემბერში სახელმწიფო ვიზიტით უმასპინძლებს. მნიშვნელოვან ვიზიტამდე ატმოსფეროს გაფუჭება დიდი დიპლომატიური სიურპრიზი იქნება.